ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური აღიარება. ლოურენს უილკერსონი საუბრობს თუ როგორ იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთ-ერთ პოდკასტში უილკერსონმა განაცხადა, რომ მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში ხდებოდა, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში. ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ვყიდულობდით გაზეთებს, ვყიდულობდით ტელევიზიებს, ზოგადად ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული და ჩვენ ვასწავლიდით მათ, ვაიარაღებდით ლიბერალურ დემოკრატიას. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულად. მახსოვს ზოგიერთმა ადამიანმა მკითხა, რატომ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა მოულოდნელად უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოისურვეს. გსურთ იცოდეთ, რატომ ჩვენ შევქმნით მათი მთავრობები, ჩვენ დავაფინანსეთ მათი მთავრობები, ისევე როგორც ჰენრი კისინჯერმა და რიჩარდ ნიქსონმა დააფინანსეს პროპკავშირების ხელმძღვანელები, გაზეთების რედაქტორები, ბიზნეს ლიდერები ჩილეში სანტიაგოს მოსაშორებლად, განაცხადა უილკერსონმა. ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ვყიდულობდით გაზეთებს, ვყიდულობდით ტელევიზიებს, ზოგადად ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული და ჩვენ ვასწავლიდით მათ, ვაიარაღებდით ლიბერალურ დემოკრატიას. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებული ვიყავით. მახსოვს ზოგიერთმა ადამიანმა მკითხა, რატომ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა მოულოდნელად უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოისურვეს. გსურთ იცოდეთ, რატომ ჩვენ შევქმნით მათი მთავრობები, ჩვენ დავაფინანსეთ მათი მთავრობები, ისევე როგორც ჰენრი კისინჯერმა და რიჩარდ ნიქსონმა დააფინანსეს პროპკავშირების ხელმძღვანელები, გაზეთების რედაქტორები, ბიზნეს ლიდერები ჩილეში, სანტიაგოს მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში საუბარია სპეცსამსახურების შართულობაზე, მანამდე ჩვენ საუბრობდით იგივე USAID-ის და NED-ის შართულობაზე და ეს დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორ ხდებოდა მტრული მიზნებით კონკრეტული სქემების გამოყენება, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, თქვენ გახსოვთ რა მხოლოდ აჟიოტაჟი ატახეს, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. რეალურად დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კონკრეტულმა NGO-ებმა. ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის სპეცსამსახურების შართულობით და მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების შართულობით. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი პოლკოვნიკის და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. რაღაცა პოდკასტში ვიღაცამ რაღაცა ილაპარაკა, ეს არასერიოზულია. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ის უკავშირდება კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელიც მოაწყო ივანიშვილმა კოლბახიძის ხელით. NGO სექტორი 2011-12 წლებში ასრულებდა მნიშვნელოვან როლს და ეფექტიანად ეხმარებოდა მაშინდელ დემოკრატიულ ოპოზიციას, რომ ქვეყანაში განხორციელებულიყო კონკრეტული რეფორმები, მასტქერი და მასტოფერი. და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც რეფორმას ითხოვენ, როდესაც გამჭვირვალობას ითხოვენ, როდესაც კონკრეტულ კორუფციაზე პასუხებს ითხოვენ, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ სამიზნედ აქცია ისინი და ებრძვის ყველა მეთოდის გამოყენებით. რა თქმა უნდა, კონტექსტი არის მთავარი, ჩვენ გვყავს ეგრეთ წოდებული მთავრობა, რომელსაც მართავს დღეს და ძალაუფლების კონსოლიდაცია ოცნების ხელშია, ისინი არაფერს არაკეთებენ იმისთვის, რომ გამოიყვანონ ჩვენი ქვეყანა იზოლაციიდან, რომელშიც შეიყვანეს. შესაბამისად, ამ კონტექსტიდან ამოვარდნილი და ამოღებული განცხადებების შეფასებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმწვავესი პრობლემები, განათლების მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, ხალხი პურის ფულის საშოვნელად მიდის საზღვარგარეთ, ემიგრაცია გვაქვს მომატებული. ამ საკითხებზე უნდა ვსაუბრობდეთ, იმიტომ რომ ეს საკითხები აწუხებს ხალხს. რაც ნამდვილად არ გაგვირებია, იყო სწორედ ეს მეთოდები. კიდევ ერთხელ ეს არის ის მეთოდები, რასაც სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ ხოლმე
მსოფლიოს მასშტაბით. რაც ნამდვილად სამწუხარო იყო ამ შემთხვევაში, იყო ის, რომ ჩვენი მეგობარი უკრაინა სამწუხაროდ გახდა ამ манипуляციების მსხვერპლი და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია და შოკის მომგვრელია, იყო ის, რომ როგორც ჩანს საქართველოც იყო ამ მსგავსი манипуляციების და სპეცოპერაციების მსხვერპლი. და კარგია, რომ როგორც იქნა საზოგადოებამაც დაინახა, რომ მარტო ხელისუფლება კი არ ლაპარაკობს რაღაც თავის ინფორმაციით, არამედ თავად უშუალო მონაწილეები საუბრობენ ამ ტიპის манипуляციებზე, როგორ ხდებოდა საზოგადოების ემოციების გამოყენება, მათი ინტერესების манипуляცია და რაც თავარია მათ ინტერესების საწინააღმდეგოდ რაღაც პროცესების გამოწვევა. ერთის მხრივ ეს, მეორეს მხრივ რა თქმა უნდა იმასაც ხედავს საზოგადოება, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მსგავს ქმედებებს ვერ ხედავთ, ეს კარგია, იმიტომ რომ სტრატეგიული პარტნიორისას რასაც ძელი უპირველეს ყოვლისა არის ნორმალური თანამშრომლობის დამოკიდებულება და არა სპეცძალების და შესაბამისი უწყებების მხრიდან აი მსგავსი ტიპის სპეცოპერაციების ჩატარება. აუცილებელია განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ რესურსი, რომელიც გამოყენებულია საერთაშორისო დონიდან, საერთაშორისო ფორმატებიდან თუ ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან, რომლებსაც ფულს უხდიან, მოქმედებენ არა ქვეყნის ინტერესით, არამედ იმ ქვეყნის ინტერესით, რომელიც აფინანსებს. ამის თაობაზე საუბრობს ეს ადამიანი, ჩვენ მივესალმებით ახალ პოლიტიკას, ახალ შეხედულებებს, რომელსაც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების მოსული ადმინისტრაცია.